ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa, ეპიზოდი 2 და აქ ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებთ საკუთარ გამოცდილებას. დღეს ჩემი სტუმარი არის ირინა ხევსურიანი. ირა, გამარჯობა კიდევ ერთხელ. გამარჯობა ჩემო კარგო. ძალიან დიდი მადლობა რომ დამთანხმდი და მოხვედი დღეს ჩემთან სასაუბრად. მეც მინდა იგივე მადლობა გადაგიხადო იქ რომ მომიწვიე შენს გადაცემაში დამდე პატივი და მეორე ეპიზოდში ვიღებ მონაწილეობას. სიმართლე გითხრა ძალიან გამეხარდა. საცოფიქრებულ არ ამაზე რომ არ დავთანხმდი. მე მგონი საინტერესო იქნება ესეთი დიალოგები. როგორც მასწავლებლებისთვის, ისევე ვინც ინგლისურს სწავლობს, მათთვისაც ხომ, იმიტომ რომ რაღაც ნამდვილად საინტერესო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. მოკლედ, მოდი პირველი კითხვით დავიწყებ. შენ გაქვს დიდი გამოცდილება, ყველგან გიმუშავია სკოლაში, კერძო სკოლაში, ხო? უნივერსიტეტში, კერძოდ ყავს სტუდენტები, მოსწავლეები. აი, რომელი არის ყველაზე ესეთი სასურველი გარემო შენთვის? კი, მართალი ხარ, 24 წელი ამ სფეროში ვარ და მე სანამ ამ კონკრეტულ კითხვას პასუხს გავცემ, მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა, ზოგადად ჩემი კარიერული ეტაპის 24 წელი მიზანმიმართულად ვახსენე. თითქოს აი ამ ჩემ 24 წელს სწავლების პერიოდში დავყოფდი სამ ნაწილად. იმიტომ რომ კარიერულ ზრდასთან ერთად თითქოს ჩემი პიროვნული ფორმირებაც ხდებოდა რა. პროფესიულ განვითარებასთან ერთად გულისხმობ ცნობიერების ამაღლებას, რაღაც სწავლების სფეროში შეხედულებების ცვლილებას უკავშირდება და ეს ყველაფერი დღეს რაც ჩემს ასე ვთქვათ სუბიექტური ხედვა გინდა დავარქვათ თუ პროფესიული გამოცდილება არის, შემიძლია ვთქვა რომ რა თქმა უნდა ისევ და ისევ ჩემი პიროვნული ხედვიდან და გამოცდილებიდან ვსაუბრობ, არავის არ ვახვევ ამას, რომ მე მიმაჩნია ადამიანისთვის ეს კონკრეტული გარემო, რომ იყოს კომფორტული, არ აქვს მნიშვნელობა ამას პირადი სივრცე იქნება, კერძო დაწესებულება, ვგულისხმობ ცენტრს თუ კერძო სექტორი, კერძო სკოლა, მისთვის მნიშვნელოვანია იყოს კომფორტული გარემო. რას ნიშნავს კომფორტული გარემო? ჩემ პიროვნებიდან გამომდინარე, ჩემს ძალიან დადებითად მოქმედებს, როცა მე დამქირავებელი მიცხადებს სრულდობას, არ გულისხმობ მონიტორინგს. მონიტორინგი კიდე სხვა რაღაცა, მონიტორინგი პირიქით აუცილებელი არის პროფესიული კუთხით, როდესაც შენ არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილება გაქვს, არ გაქვს გამოცდილება, როდესაც პერიოდულად კოლეგები ერთმანეთს ასე ვთქვათ ვესწრებით ამას რო ქვია peer observation-ი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თითქოს აი შეხსენებას ავითარი, იმიტომ რომ მასწავლებელს მაინც ჭირდება პერიოდულად ვიღაცა თავისი კოლეგა, ვინც დაესწრება და ვინც უკავია, რა თქმა უნდა, ეს არის ჯანსაღი. მე ნდობაში ვგულისხმობ იმას, რომ თუ შენ იმ ადამიანმა აგიყვანა რაღაცნაირი სუბორდინაცია, რა თქმა უნდა არსებობდეს დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის, მაგრამ დამქირავებელი ამ შემთხვევაში მე როგორც კოლეგა უნდა ვგრძნობდე თავს, აი როგორც თევზი წყალში, იმიტომ რომ მე არ უნდა აღმიქვამდეს დამქირავებელი როგორც აყვანილი, ასე ვთქვათ, მუშა უხეშად ვიტყოდი. ანუ ჩემი იდეები, ჩემი აზრი, რაღაც პროფესიულ საქმიანობის დროს, როდესაც ვფიქრობ, რომ რაღაცა შესაძლებელია და ის, რა თქმა უნდა, არ აქვს ახლა სრული უფლება მე ბოლომდე დამთანხმდეს, მაგრამ მიმღებლობა როცა აქვს და რომ ვგრძნობ, რომ მე მისთვის, ასე ვთქვათ, ღირებული კადრი ვარ, მე ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ორმაგად მეზრდება, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის გრძნობა და ხარისხზე უფრო ვფიქრობ. ეხლა შენ ისე ამბობ, რომ ქონია ეს გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს ისე არ მოდის, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი ძალიან დიდად აისახება ჩემს თვით შეფასებაზეც და როდესაც ადამიანი პიროვნულად ვერ არის შინაგანად, ის დამეთანხმები ვერანაირ, რა თქმა უნდა, ის პირდაპირ კავშირში არის, იმიტომ რომ მოსწავლეები დამეთანხმები დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ შენთან. რაც ყველანაირ ემოციას გრძნობს მოსწავლე აბსოლუტურად და მას არ უნდა, რა თქმა უნდა, დაგრუზული მასწავლებელი თავისი პრობლემები აუცილებლად. და კიდევ ერთი ყველაზე მთავარი მასწავლებელი სკოლაში იქნება ცენტრში არ უნდა იყოს ძალიან დატვირთული. საათობრივი ბადე არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ აი
18 საათს. 18 არის პიკი. 18 საათს. დიახ. იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა AI-ის ეპოქაში ვცხოვრობ და გაკვეთილების დაგეგმვა 20 წლის წინ და 15 წლის წინ მეტად შრომატევადი იყო და დიდ დროს მოითხოვდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ ის ემოციურად მასწავლებელს სჭირდება, ასე ვთქვათ, რესტარტი. კი, იმიტომ რომ ერთი გარემოდან მეორე გარემოში როდესაც შედის საკლასო სივრცეში, მას თვითონ თავის თავთან ყოფნა სჭირდება. ამისთვის არის აუცილებელი. ხვდები და მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად რა გარემოს ახლა ვერ დავაკონკრეტებ. მე უბრალოდ ახლა ამ ეტაპზე სადაც ვმუშაობ, სამივე გარემოში ვარ ძალიან კომფორტულად. ძალიან კომფორტულად. იმიტომ რომ მაქვს კოლეგების მიმართ დოობა და მათ ჩემს მიმართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პროფესიულად ვერ ვიტყვი რომ აი ესე საერთაშორისო დონის სემინარებს ძალიან სისტემატურად ვესწრები იქიდან ჩემი განრიგიდან გამომდინარე, თუმცა ეს არ არის მაინც ბოლომდე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვორქშოპებზე დასწრების და ტრენინგებზე დასწრების გამოცდილება ნამდვილად არ მაკლია. აქ არის იმ მიღებულ ცოდნა შენ როგორ გამოიყენებ და ზოგადად შენი ხედვა, აი მოქნილობა უნდა კონდეს კიდევ მასწავლებელს, ყველაზე მთავარი ეგ არის. ასაკის გამოცდილების მიუხედავად ანუ ვისთან როგორ შეხვიდე კონტაქტში მაგას გულისხმობ ალბათ. მოქნილობას ვგულისხმობ, თუნდაც აი მაგალითად ახლა შენ კოლეგა რაღაცას რჩევას მოგცემს, თუნდაც მოსწავლემ რო გითხრას, მასწავლო ხო არ ჯობია ესე გავაკეთოთ ახლა. აი მე შენ ვისეუბნები ამას და მე შენზე უკეთ. არ არის ახლა ეს პერიოდი, ზუსტად აი ეს არის ჩემი მესამე ეტაპი ჩემი საქმიანობის. პირველი ეტაპი სულ სხვა რაღაცა იყო და პირველ ეტაპზე ჩემი კარიერული 9 წელი, პირველი 9 წელი მე თვითონ ვიზრდებოდი და ვეცნობოდი. მეორე ეტაპი იყო განათლების ისევ მიღება, კიდევ სტრესი, იმიტომ რომ ახალ გარემოში ვიყავი. ჩემი კარიერული ეტაპები დაიწყო ჯერ ზუგდიდში, რაიონში 9 წელი მანდ მივშავ, მერე თბილისში გადმოვედი. მიზანი იყო რომ ცოდნა მიმეღო, განათლება მიმეღო და ახალ გარემოში მემუშაო და ჩემი თავი დამოუკიდებელ სივრცეში კიდე სხვაგვარად, ასე ვთქვათ, წარმოგეჩინა, გეპოვა თუნდაც. აუცილებლად და ახლა ეს ეტაპი მაქვს, რომ იცი რა არის, ყველაფრის მიმღებლობა გამიჩნდა, იმ შეცდომების დაშვება. ადრე ჩემ თავს ვერ ეხლაც ვერ პატიებ, რა თქმა უნდა, ხა ნამდვილად არ არის ლამაზი, რომ მასწავლებელმა რაღაც შეცდომები დაუშვას, sleep mistakes რო ვეძახით ჩვენ პროფესიაში. თუმცა იცი რა მოქნილობა რომ რაღაცა შეცდომას დაუშვებ, ესეც მოსულა, იმიტომ რომ ცოცხალი პროცესია. ანუ შენ მოსწავლეს რო ანახებ, რომ შეცდომის გამო არ უნდა დაისტრესო, ის თვითონაც გაიხსნება შენს მიმართ, თვითდაჯერებულობა მოემატება. ხვდები? სულ სხვა მომთხოვნი მასწავლებელი, მაგრამ მასწავლებელი რაღაცას არ პატიობს, ეგეც კიდე მე მგონი სულ სხვაა. ეხლა ძალიან კარგი თემა ახსენე სხვათა შორის შეცდომებთან დაკავშირებით. ანუ ერთი არის, როდესაც მასწავლებელი და მეც ყველას დარწმუნებული ვარ, მოქსვლია შეცდომა და რაღაცა და დაგვიშვია და მივხვდარ ვართ და გვიღიარებია, მაგრამ რახან მაგაზე მიდგა საქმე. მოდი ეს მითხარი. როდესაც მოკლედ რო ვთქვათ რა, როდესაც ადამიანი, იგივე მასწავლებელი ონლაინ სივრცისთვის წერს ვიდეოს ან პოსტს აქვეყნებს, არ ფიქრობ, რომ უფრო დაკვირვებით უნდა იყოს, რომ ამხელა აუდიტორიას რაღაც ინფორმაცია შეცდომით არ მიაწოდოს? ამის გამოცდილებაც მაქვს და მახსოვს ძალიან კარგად, რომ აი ზუსტად ის ლაფსუსები რო არ გაპარულიყო ამ ვიდეო ჩანაწერებში, როდესაც იყო პანდემიის პერიოდი 2020-19 პერიოდი. საპირფარეშუში ვიწერდი ღამე ვიდეოებს. ხო, ანუ წინასწარ ამზადებდი ონლაინ გაკვეთილებს, იმიტომ რომ BGA-ში მუშაობდი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში და მაშინ ეს ფორმატი ჰქონდათ, რომ ეს გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ონლაინ. დიახ. ანუ პირდაპირი ჩართვა არ იყო მანდ. სხვა სკოლებში პირდაპირ ვატარებდი. მაგრამ ნახე, მანდ დავუშვათ რამხელა ჯგუფებზე გაგსაუბარი 10 ადამიანი, 20. დიახ, ერთ კლასს ვგზავნიდი და როგორც აი ლუმში იყო ეს პლატფორმა ლუმში ვაკეთებდით 64 ვიდეო მაქვს გაკეთებული და სამწუხაროდ წამეშალა. არა უშავს ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. და ახლა ვხვდები რამხელა დიდი შრომა დევს იმ 4 წუთიან ვიდეოში. ხო, მით უმეტეს ახლა შენ რა თქმა უნდა ეგეც
ძალიან საპასუხისმგებლოა, მაგრამ თუ ონლაინ სივრცისთვის წერდა მერე ტვირთავან ვიდეოებს TikTok-ზე, იქ Instagram-ზე, ანუ იქ გაპარული შეცდომები, რა ვიცი, მე მგონია რომ ბევრად უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანი იქ რას პოსტავს. მიწერს სიტყვაზე რაღაც სიტყვას არასწორად, ჩემი თვალი იმას დაიმახსოვრებს, აი მაგიტომ აქვს ხოლმე საუბარი ძალიან ხშირად და ყოველთვის ვამბობ, რომ მაინც ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. მე პირადად ჩემს ვიდეოებს ძალიან ბევრჯერ ვამოწმებ, რომ რამე არ გამეპაროს. Double check ყოველთვის ყველგან არის საჭირო. თუნდაც ის რომ აი ზუსტად შეცდომებზე ვამბობ, თუნდაც ის რომ ჩემი თავი დამიჭერი რაღაცა სწორად არ მithქვამ სიტყვა გაკვეთილზე, Cambridge Online, Cambridge-ს აი ტვინის ჩემთან აი ჩემთვის თითქოს არ ვპატიობ ამას, მაგრამ მაგის გამოსწორების ტექნიკაც მასწავლებელმა რაღაცნაირად უნდა გამოიმუშავოს. აუდიტორია თუ ენდობა მას მოსწავლეები, აი ეს გაპარული შეცდომა ისე უნდა შეაპაროს ისევ თავის მოსწავლეებს, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს ზუსტად იქიდან შენ კითხვას პასუხობ. მე ანუ შეიძლება direct არ თქვას, რომ ის შემეშა. ყოფილა თუნდაც შემთხვევები, რომ ბავშვებო ეს არასწორად ვთქვი, ეს ესეა. ან ეხა არავინ არ ვართ ამისგან დაზღვეულები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მაგას ბრიტანული გამოთქმაც აქვს, ამერიკული, ავსტრალიური და პლუს 1000 ადამიანი სხვადასხვა დიალექტით ყველანაირად. და ეხა ადამიანი, როდესაც არ გაქვს დიდი ხნის გამოცდილება უცხოეთში ცხოვრების და ასე შემდეგ, ეხა pure ინგლისურად მე არ მაქვს ამბიცია რომ საუბრობ ან რაღაცა რა თქმა უნდა ეს არის ასე ვთქვათ cultural minds ესე ვიტყოდი კულტურული ბოდიში უცხო სიტყვებს ვაპარებ. ნუ ინგლისური ის მასწავლებელი. ხო, თუმცა მართალი ხარ შენ, როდესაც რაღაცა ინფორმაციას აუდიტორია მით უმეტეს დაწყებით საფეხურზე ის ადამიანი არის შენზე მოწებებული. ფაქტობრივად ის ფიქრობს, რომ შენ ხარ მისთვის ასე ვთქვათ, ავტორიტეტი და რასაც ეუბნები ის იმახსოვრებს. ნამდვილად და რაღაცა ხო, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის და ყველაზე დიდი და კარგი სამუშაო რეალი არის მასწავლებლისთვის დამწყობებთან მუშაობა. იმიტომ რომ როდესაც მე შენ ნახავ იმ შედეგს, რასაც დასწრეს იმას რომ მოიმკი, ამაზე დიდი ბედნიერება ნამდვილად არ არსებობს და ის მოსწავლე მე კიდევ რომ მადლიერიც არის. მოსწავლესთან ერთად მშობელიც, ეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, ნამდვილად, ხო, უბრალოდ ეს ზუსტად მაგას ვამბობ, ნუცა რომ მიმღებლობა, ცნობიერება, ეს მოქნილობა, რომ აი მე შეუცდომელი ვარ და მე როგორ შეიძლება შეცდომა და მასწავლებელმა როგორ შეიძლება შეცდომა დაუშვოს. თვითონ ჩვენს თანამშრომლებში, ჩვენს კოლეგებშიც არსებობს ეს ალბათ პიროვნული შეკითხვებიც არის, ხო, ანუ ეხა მაგას ვერ ავყვეცავთ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს ამ შეცდომებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ხედავ რომ მასწავლებელს უფრო მეტი ბენეფიტი აქვს და რაღაცა იმ მიწასთან გასწორება ცოტა უხერხული არის. რა თქმა უნდა. იქ არის ენერგეტიკა, იქ არის დამოკიდებულება, იქ არის როგორი მხარდაჭერა აქვს მოსწავლებელს შენ მიმართ და რა ვიცი, ახლა ერთი რაღაცა ну, რა თქმა უნდა, ხშირი ხასიათი უნდა გქონდეს. ხო, ხშირი სისტემატიურად არ უნდა იყოს, όσο სისტემატიურია, მე მგონი უკვე რაღაც სხვა იმაში გადადის. კარგი, შეცდომები დავხუროთ და მითხარი, როგორ დაიწყე სწავლება? მე დავიწყე 24 წლის ასაკში, 24, ხო, ну, ოფიციალურად. დამთავრებული ქონდა უნივერსიტეტი? ხო, აი ზუსტად მე დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის მთარგმნელ რეფერენტი არის ჩემი სპეციალობა და translator არის ჩემი სპეციალობა. თუმცა მაშინ ამიმართულებით გიმუშავია ესა? მიმუშავია NGO-ში, არაოფიციალურად, ოღონდ ანუ და ეს კიდე სხვა გამოცდილებაა და ძალიან მაგარია. იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და რას ვიტყოდი რომ უცხოელებთან მუშაობა არის ერთი დიდი სიამოვნება. გააჩნია კიდე ვინ არის როგორანაირად, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი თარჯიმნობის დროს მე კიდევ აი თარჯიმნობის დროს მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ სწავლების დროს სულ სხვა მიგნებებამდე მიმიყვანა, იმიტომ რომ იქ მივხვდი
ნახევარი რა იყო საჭირო. ანუ კონტექსტში უნდა გესმოდეს სიტყვა. და არა სიტყვით რა თქმა უნდა, მე ძალიან უნდა გქონდეს თემატურ სიტყვებზე მარაგი. იმიტომ რომ შენ არასდროს არ იცი რა სიტუაციაში მოგიწევს საუბარი მასთან. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო თემატიკა მაინც იყო პროექტები, იმიტომ რომ მე მქონდა შეხება შვედურ ორგანიზაციასთან კვინა ტილკვინა, ნეტვორკინგის კოორდინატორიც ვიყავი Young Women Networking-შიც და საინტერესო იყო ეს პროცესი, ცოცხალი პროცესი. თარჯმნობის დროს მახსოვს ბევრ შეცდომას ვუშვებდი, იმიტომ რომ ანუ დავიწყე, ხო აი, რომ შეგაგდებენ, ხო იცი რომ მიდი თარგმნე, მაგრამ ჩემი ხელმძღვანელის წყალობით და მისი მადლიერი ვარ დღემდე, რომ აი მართლა არ მპატიობდა, ანუ რა თქმა უნდა ხალხში არასდროს არ მოწმობდა შენიშვნას, მაგრამ აი ფიდბექი ქონდა აი ძალიან, აი მთხოვდა ძალიან. კი, აბსოლუტურად და მე კიდევ როდესაც ერთხელ დონორმა უთხრა ჩემს რომ აი ყოჩახ როგორ გაიზარდა და ასე შემდეგ, ესეც რა თქმა უნდა ჩემთვის მამოტივირებელი იყო და ანუ იქამდე მივდივარ რომ დობა რო წამოვიდა, მე უკვე როგორც მე პიროვნულად ძალიან დიდი კი. არა ხო, ანუ არ უნდა გააწბილო ვინც შენ გენდობა. რა თქმა უნდა, ამას თუ გააკეთებ მე ყველაზე ანუ პასუხისმგებლობის გრძნობა ეს არის მე მგონი და ამ პროფესიაში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია, რა ვიცი. იმიტომ რომ ხალხთან გაგურთიერთობა, ხო, რა ვიცი. და ანუ მერე დაიწყო ტიჩინგი უკვე ამ გამოსვლაში. ტიჩინგი პარალელურად იყო, ესე ხუთ რამეს ვაკეთებდი, ანუ NGO-ში სპექტაკლების დადგმაში ვეხმარებოდი. საერთოდ ჩემი მოღვაწეობა, მოდი ესე დავიწყოთ, ქალაქ ზუგდიდში დაიწყო, იმიტომ რომ როდესაც დავასრულე ფილოსოფიის კათედრის რექტორი ბატონი ვანოჭეული მეხვეწებოდა რომ პიარზე ჩააბარეო. ნუ მაშინ იყო ისეთი მომენტი რომ ოჯახ ვერ დამიდგა ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ესე ძალიან დასევდიანებული დაუბრუნდი ჩემს ქალაქს. თუმცა ყველაფერი იქიდან დაიწყო. დავიწყე სპორტის აკადემიის ფილიალში, ჩემი მეგობრის დეიდაშვილის რეკომენდაციით გამიწია რეკომენდაცია, არ ვიცი. რაღაცნაირად აქეთ შემომთავაზა სტუმრად ვიყავი და მითხრა რომ ირინაში რას აკეთებ? არაფერს რა ვიცი, არ ვიცი რა. არაფერს არ ვაკეთებ, ანუ არანაირი გეგმა არ მქონია. მისი რეკომენდაციით დავიწყე სპორტის აკადემიის ფილიალში, ზუგდიდის ფილიალდიახ. ჯერ მომცა პირველი კურსი. ანუ და ნახოთ აბა როგორ გაართმევ თავსო და მეორე სემესტრში დამიმეტა მეოთხე კურსიც და ასე შემდეგ. მე რა თქმა უნდა პარალელურად უკვე იქაური სტუდენტები ჩემი კერძო მოსწავლეებიც გახდნენ და შემდგომში ჩემმა მასწავლებელმა, ვინც მე აბიტურიენტობის დროს მომზადებდა გახსნა NGO, რომელსაც ქვია გაენათი და დიახ. და მან დავიწყე ჯერ მოხალისედ ვეხმარებოდი აი სპექტაკლები, ქონდა ინგლისურად გამგნენ, რა თქმა უნდა, კი. მე უკვე ესეთი გამოცდილებაც მივიღე, მეც რიმეიქები მქონდა, ანუ დგამდი, ანუ წერდი რა პატარა სცენარებს, დგამდით, მიუზიკლები იყო ჩემს პატარა ჯგუფებში, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი გაკვეთილი მქონდა. ვინ იყვნენ ქართველი ბავშვები? კი, დღეს ის მოსწავლეები არიან 28, 29, 30, 31 წლის საკმაოდ წარმატებულები და აი, რა ვიცი, ნახევარი ცხოვრება მათთან გავატარე, მათთან ერთად გავიზარდე. ნუ რა ვიცი, რო ვთქვა, ეხა ახლანდელი გადასახედიდან მაშინ როგორ მესწავლებინა, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს შევცვლიდი. ეს ჩემი პირველი ეტაპი იყო. მეორე ეტაპი იყო 2013 წლიდან ჩავმოდით ქალაქ თბილისში და ოფიციალურად ასე ვთქვათ, ჩემი მაინც ეს ნაბიჯები იყო ნიუტონის სკოლაში 5 წელი ვიმუშავე და გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, მათ შორის შენ. დიახ და დღემდე მიხარია რომ ჩვენ ესეთი ოჯახური, ნუ მე ვფიქრობ რომ ჩემთვის ნიუტონი რაღაცა განსაკუთრებული იყო ყოველთვის და იქნება. იქ 5 წელი იყავი ნიუტონში. კი. რა ვიცი, აი ფისოს სკოლაში ამიყვანეს, მაშინ მახსოვს, გავიარე გასაუბრებაც, ღია გაკვეთილიც ჩავატარე, ქალბატონი ეკა იყო კათედრის ხელმძღვანელი და მახსოვს რომ დადებითად შეაფასა. ნუ ამიყვანეს როგორც კადრი, თუმცა იქ საათების რაოდენობა არ იყო ისეთი. იქაც სხვათა შორის რეკომენდაციით მივედი იმავე მეგობრის
არ იყო ისეთი ნაკლები იყო ვიდრე შენ გინდოდა თუ პირიქით არა მეტი იყო თავიდანვე მითხრა ქალბატონმა დირექტორმა რომ ისა ანუ ჩვენ დიდი საათობრივი დატვირთვა ჯერ არ გვექნება მაგრამ მე და ამ დროს პარალელურად გამოცხადდა ნიუტონში და როგორ მახსოვს ჩემმა ზუგდიდელმა მშობელმა მისი მოსწავლის გითხრა რომ არისო ხო აი შენერი ადამიანიო იქ უნდა მივიდესო ანუ ესეც ხო საიდანღაც ხო ანუ ეს word of mouth რეკომენდაციები და ისინი ზოგადად არა ხო აი ესეთი ნიუტონიო აცხადებს რომ ახალი სკოლა იხსნებაო და მოდი რა სცადე განაცხადი შეიკანებოდა ჯერ დიახ ეს არის 2013 წლის 20 აგვისტოს მქონდა როგორ მახსოვს გასაუბრება და რა ვიცი ძალიან იმ გასაუბრების დღეს სხვათა შორის ვინც შემხვდა პირველი ბატონი ზურაბერია იყო ფიზიკის მასწავლებელი საკმაოდ კარგი ადამიანი პიროვნულად ჯერ პროფესიად კიდე ცალკე თემა არის და კაცო შენ სად მითიხარ ვაყვანილი არ ხარო აი რაღაცა ხო იცი შინაგანა წამოვიდა ეს ენერგეტიკა და დღეს უკვე სხვა სკოლაში სადაც ვართ ერთად კოლეგები ვართ ისეთი ბედნიერი ვართ რა თქმა უნდა ნიუტონშიც ვიყავით კოლეგები და ახლა სკოლაში საოცარი ადამიანი. მოკლედ, ხო იცი, ყველაფერი არაფერი ისე არ ხდება ამ ცხოვრებაში. რაღაცას კანონზომიერება. რა თქმა უნდა, ხო, აი მან მე რო ზუგდიდში არ წავსულიყავი, ეს გამოცდილება არ მიმეღო NGO-ებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აი ის რო არ მენახა ეს როგორ ხდება მუშაობა სხვადასხვა გარემოში ხო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მე არ დამიკროვდებოდა თუნდაც ის სურვილი რო გამიჩნდა რომ სწავლა გამეგრძელებინა, ჩემი უნარჩვევები პროფესიული გამევითარებინა, როგორც კი ჩამოვედი მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე 2014 წელს, მე მაგისტრატურაზე ილიას უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირებაზე, იქ საოცარი ადამიანები შევიძინე და ღმერთის წყალობით ძალიან კარგ ნაკადში მოვხვდი. ეგ ძალიან დამეხმარა, დღემდე გვაქვს რა თქმა უნდა. კი, ანუ რაღაცა იცი ჯანსაღ გარემოში ყოფნა კიდე უფრო მეტად გაფიქრებინებს რომ ერთ ადგილას არ უნდა გაჩერდე რა ესეც ძალიან დიდი პლუსი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სელტა ხო აი სელტა სხვათა შორის შენ რჩევით აი შენ რომ გახსოვს ერთხელ ვიმგზავრეთ ნიუტონიდან მოვდიოდით და შენ აი თუ გინდაო რომ აი პროფესიულადო კარგად იყო და მოდიო ჯერ მაგისტრატურამდეო სელტა ჩააბარეო რა ეს მახსოვს ძალიან კარგად მე უკვე გაკეთებული მქონდა ხო მაგრამ კი და რაღაცა იცი რა ეს მაგას ვამბობ რომ აი ჯანსაღ გარემოს ფიქრობ რომ ადამიანი მუდმივად გაცვლა ხდება ხო დიახ მუდმივად როცა ფიქრობს განვითარებაზე რომ პიროვნება აი იმიტომ რომ განვითარება ცნობიერების ამაღლება განათლებაშია ამაზე ჩვენ ყველა ვიცით ეს ახალი არაფერი არ არის და ამიტომ ჩემი მიზანი არ არის რომ ვიღაცას თავი მოვაწონო და დავუმტკიცო რომ მე მაგარი ტიპი ვარ ჩემი თავის კომფორტისთვის თუნდაც იმიტომ რომ თვითდაჯერებულობა რაც ეხლა მაქვს წლების წინ რომ მქონოდა კიდე სხვანაირად წარიმართებოდა ბევრი რაღაცა ნუ ამას თავისი მიზეზები აქვს და ამაზე საუბარი რომ მე თვითდაჯერებულობა არ მქონდა ასე ვთქვათ უხერხულია არა პირიქით ადამიანი რაც უფრო უშუალო ხარ და აღიარებ რაღაცებს მე მგონი უფრო მეტად ცდილობ რომ ის გამოასწორო. ხო, რაღაცები ახლა გამოსასწორებელი რა ეს დროსთან ერთად მოდის, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად მოდის და ზოგადად მე ესეთი რაღაცა მჩვევია რომ როდესაც ერთ ადგილას ვარ, ანუ რესურსი ჩემგან რო გადის და მე რო აქეთ არ ვიღებ, მე ცუდად ვხდები. ახლა უკვე ვფიქრობ რომ რაღაცა უნდა შევცვალო და მე მგონი ალბათ ბატონი ვანო ჭიაურელის რეკომენდაციას დავუბრუნდები და ვიფიქრებ დამატებით ან სხვა პროფესიაზე, რომელიც აი ჩემს ასე ვთქვათ, უნარებს კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს. სხვა ფილდში, საერთოდ სხვა სფეროში თუ რაღაცა ვფიქრობ, ხო, ან თუნდაც რომელიც კავშირში რა თქმა უნდა განათლებასთან იქნება, რა უფრო სოციალური მედია, ანუ რაღაც აი რა თქმა უნდა იქნება ისევ კომუნიკაციასთან, ხო, PR-ზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი, აი როგორ არაერთ შეიძლება და ძალიან კარგად მახსოვს ფსიქოლოგიაც მიტაცებდა ყოველთვის და ბიძა ჩემის რჩევა რომ არ მიედმოედო რა ერთ მიმართულებას ხო კარგად ზუსტად და აი მაგან კიდევ ამანაც შემაყოვნა რა თორე ნამდვილად აქამდეც
ხო, ზოგადად ფსიქოლოგია განუყოფელი ნაწილია ჩვენ სფეროშიც. თუ არ ხარ, სხვათა შორის იცი უთქვიათ ბოლო დროსაც რამდენიმე მოსწავლეს ვეძახი დიდს პატარას რამდენიმე მოსწავლე მითხრა რომ მე მგონია შენო ცოტა ფსიქოლოგიც ხარო ხარა ცოტა კი არა ხო აი იმდენად რაღაცების გაზიარება ხდება ამ გაკვეთილებზე და იცი რა არის ყველაზე კარგი და მოსაწონი რომ ამ ადამიანებს რომ უნდებათ ხოლმე რომ გაგიზიარონ აი ხანდახან ისეთ რაღაცებს მიზიარებენ ნუ რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე როცა ვსაუბრობთ და ის სურთ რომ იმ საკითხებზე ისაუბრონ ინგლისურად ჩემთან და ძალიან მაგარია. ხო, აი იცი რა არის? ზოგადად შინაგანი განწყობა სწავლებასთან არის პირდაპირ კავშირში. აი შენ როცა ხასიათზე არ ხარ გაკვეთილის ჩამტარებელი ხარ, ხო? და აი როდესაც ის ენერგეტიკა მაგრამ იცი რა არის? მაგასაც მე მგონი მიჩვეულები ვართ არა? ხო, ავტომატურ რეჟიმში, მაგრამ უყურე გერთვება ეგრევე, მაგრამ იქამდე სანამ მიხვალ, ხო გჭირდება განწყობა. ну რა თქმა უნდა, ამაზე ხა ჩვენც უნდა ვიმუშაოთ და არის 1000 ხერხები, რომ განეწყო ამისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. თუმცა მე ვამბობ ენერგეტიკა მოსწავლისგან რაც უნდა მოდიოდეს. ანუ რაღაცა სტიმული უნდა იყოს მოსწავლისთვის, რომ იცი რა შენი ზუსტად გამოცდილება რომ უზიარებ შენს მოსწავლეს ისიც ფიქრობს რომ არავინ არ არის სრულყოფილი და მასწავლებელიც რომელიც ამბობს რომ მათ იცის დაუშვათ როგორ გასწავლოს და მეტნაკლებად ცდილობს რომ ეს ინფორმაცია შენამდე მოიტანოს და გეუბნება რომ it's okay. მე თვითონაც რაღაცნაირად უფრო გახსნილი ხდება. აი, ყველაზე მთავარი რომ თვითდაჯერებულობა გქონდეს ადამიანს. ალბათ ის რაც მე მაკლდა და რომ მქონოდა ახლა რასაც ვამბობ. იმიტომ რომ ადამიანს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, როცა თავის თავს ხედავს ისეთ როგორი მიმღებლობა აქვს საკუთარ თავთან, თვითდაჯერებულობა აქვს მაღალ დონეზე და რა თქმა უნდა, ანუ არ უნდა გადააჭარბოს ამ თვითდაჯერებულობა. ხო, არ უნდა მივიდეს ხო. მაგრამ თვითდაჯერებულობა ძალიან დადებითი და დადებით კონტექსტში ხო რომ აი თვითდაჯერებულობა ისიც არის რომ მე რადგან რაღაცა შემიშალა ეს ანიშნავს რომ რაღაცა ხო ანუ აიმე და დაიქცა ქვეყანა ხო რაღაცა ყველაფერს თავისი შეფუთვა სჭირდება რა კი მართალი ხო იცი რა მითხარი ბავშვებთან მუშაობ სკოლაში ხო ძირითადად კი ყველა ასაკის ბავშვთან მუშაობ და მარტივია თუ რთულია აი როგორი ტყოდი მაინც სიტყვაზე თუნდაც კერძო გაკვეთილებთან შედარება ყველაზე საფრთხილო არის თინეიჯერებთან მუშაობა იმიტომ რომ აი არ უნდა შეგეშალოს რა არ უნდა შეგეშალოს გეტყვი მათი განწყობა არ უნდა მიიღო პიროვნულად ისინი რომ შენს გაკვეთილზე ხასიათზე არ არიან შენ რო ცუდი ტიპი ხარ ეგ არნიშნავს მაგას ეგ ნიშნავს იმას, რომ მათ სხვა პრობლემები აქვთ. და აი ამას რომ მიხვდები და სხვანაირად რომ მიუდგები, მერე კიდე რაღაცა შეიძლება მათთან გაკვეთილი ჩაატარო. აი ამის გამოცდილება ახლა აი ამ პერიოდში დავინახე. თუმცა მე თინეიჯერებთან მაშინაც მქონდა გამოცდილება ნიუტონშიც, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა გავაცნობიერე მათი ხასიათი ამ ასაკში. და მეგონა რომ ძალიან მკაცრი მასწავლებელი ვიქნებოდი მათთვის, მაგრამ არა. იცი რატო? იმიტომ რომ ჩემი თავი დავიჭირე ახლა იმათ ასაკში. აი თითქოს მათ არ შევდივარ, გრძნობ რომ მეც მერვე კლასელი ვარ, მე 10 კლასელი ვარ და უცებ გამახსენდა ჩემი ბნელი 90-იანების პერიოდი, როდეს როგორ მეკცეოდნენ ყველა მასწავლებელი, რა თქმა უნდა, არა. და რაღაცნაირად იცი რა, ის ტრამვა, როგორი სენსიტიურები არიან ამ ასაკში და შენგან სხვა საფორთი სჭირდებათ, ანუ არა მარტო ინგლისური, ანუ ხო, რა თქმა უნდა, აი ზუსტად იქამდე მივდივარ, რომ ის შინაგანი განწყობა პირდაპირ კავშირშია მე აკადემიურ მოსწრებასთან. თუ ის ადამიანი ფიქრობს, რომ შენ მისგან არაფერი არ გაინტერესებს მიპასუხე კი არა სულ არ განეწყობა შენი გაკვეთა ანუ ენერგეტიკა უნდა შეიტანო შეიძლება იმ დღეს რაღაცა ერთი საკითხი ახსნა მაგრამ ის იყოს ნაყოფიერი და სხვა რაღაცების კიდე მოუგვარო იმ ბავშვს ხდები ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე ესე ვფიქრობ იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში ყველა შეუძლია თვითონ ისწავლოს AI-ის ეპოქაში. არის მაგისი რესურსი. უბრალოდ ფიზიკური მასწავლებელი იმ AI-ისგან ალბათ იმით განსხვავდება, რომ ემპათია აქვს ადამიანს. ვიტყვით, რომ რა შენი საქმე ახლა მისი პირადი არ არის ეგრე.
იმიტომ რომ არის ზოგჯერ რომ ადამიანს ერთი ჩახუტებაც კმარა იმისთვის რომ თავის პრობლემა დაავიწყდეს. თუნდაც ის ჩამხუტებელი რომ შეხარ როგორც მასწავლებელი, ხო? ანუ რა თქმა უნდა დადებით კონტექსტში ვამბობ. და აი ეს თინეიჯერებთან უნდა მოზომო რა, მოზომო, ანუ ძალიან არც უნდა შეიჭრა როლებში, ძალიან არც უნდა მისცე ბევრი შენიშვნა და არც ზედმეტი მოფერებაც არ ვარგა. ანუ შენი ის უნდა გქონდეს რა ასე ვთქვათ, უნდა იყო ის რაც ხარ. არ უნდა აგრძნობინო რომ შენ მათზე ძალიან დიდი ხარ, ასაკეთ თუნდაც. ეს უკვე ძალიან სასაცილოდ ჩანს. ანუ ყოველ შემთხვევაში მე ესე დავინახე. სასაცილოდ ხარ აგაგებით რომ არ არის ისე პერიოდი, რომ აი ხო, ახლანდელი თინეიჯერები ძალიან ჩამოყალიბებული, ხო, აი ესეთი ადამიანები არიან, ჩვენი დროის თინეიჯერებთან შედარებით, მე მგონი უნდა მეთქვა. ძალიან დიდი არ არის ის პერიოდი, რომ ჩვენ რომ მასწავლებელი გაგვიბრაზდებოდა და თავს ესე ვფრიდი და ისე თავისუფლად, ძალიან მარტივად თავის აზრს შენ მიმართ რას გრძნობს იმ მომენტში, იმდენად გაგიზიარებს, რომ შეიძლება შენ უფრო გულნადგენი დარჩე. და აი და მერე უკვე ის უშუალო ურთიერთობა დაირღვევა, რაც აქამდე იყო და აი ამის გაფუჭებას, არ გაფუჭებას ვცდილობ მე. ხვდები და ეს აი როგორც იმიტომ რომ ვიღაცის ან რაღაცის მეშინია. ხო, არა, შენი ის არის თვითონ. ხო, ეგ არის ადამიანური ურთიერთობები. რომ მის ასაკს ვცემ პატივს. შეიძლება ხა ბევრმა მომისმინოს და იფიქრონ, ხო, ესე გონია შენ და რაღაცა შეიძლება რაღაცები ისე. არა, შეიძლება გვინდა რაღაცები ხშირად, მაგრამ არ გამოგდის, ხო ხდება ხოლმე, გინდა და არ გამოგდის. მაგრამ რაღაცა იცი კიდე რა. თუ ცდილობ, ეგ უკვე მნიშვნელოვანია. კიდე რა დავიჭერე ჩემი თავი, რომ ბოდიშის მოხდა ჩემი ძლია სხვათა შორის. ეს ალბათ ჩემმა შვილმაც მასწავლა, იმიტომ რომ ჩემ შვილთან აი ზოგჯერ ვარ ძალიან ესეთი ხისტი 6 წლის არის და ცოტა ხნის მერე იმდენად მაწუხებს ეს რომ მას ესე უხეშად მოვეკეცი ბოდიშს რომ ვუხდი მერე მშვიდდები და მასაც ვუხსნი ესე იმიტომ მოგეკეცი რომ ესე იყო და აი ამ პროცესში უკვე მასწავლა რომ მომიხდია კიდევაც კონკრეტული ბავშვებისთვის რომ აი მიმიწერია წერილი ოფიციალურად ან ელექტრონულ ჟურნალში ან მეილზე რომ უკაცრავად ესე რაღაცნაირად ხვდები, ოღონდ იცი რა არის, აქაც არის ზღვარი. იმ ბავშვისგან როცა იცი რომ ის სწორად გაიგებს ამას იმ მომენტში. ის ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს და ყველაფერს თავისი სიტუაცია აქვს. ეს ურთიერთობა მერე უკვე ამყარებს უფრო მეტ ნდობას. ხვდები? უფრო მეტად ცდილობს რომ შენ გაგიზიაროს თავისი მიზნები, თავისი შეხედულებები სამომავლოდ რა უნდა როგორ გააკეთოს, იმიტომ რომ და თვითონ მაგ პროცესში ახლა მით უმეტეს, როდესაც სკოლა არის, კლასია, ამდენი თინეიჯერია, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულთან დაიჭირო. ახლა მე რომ პირისპირ მყავს მაგალითად თინეიჯერები, ის სხვა პროცესია, ისიც საკმაოდ ესეთია, რთულია, რა თქმა უნდა და ვცდილობ ხოლმე რომ ამოვიცნო მაქსიმალურად თითოეული მათგანი და მე მგონი გამომდის რა ვიცი, მაგრამ ნუ ისა მათი და მათი მშობლების კომენტარებიდან გამომდინარე ვამბობ. მაგრამ უკავშირე. ხო, მაგრამ როცა ამდენი ერთად არის და მეც ხომ მყავდა თინეიჯერები ნიუტონში თუნდაც და სხვა კერძო სკოლებშიც, ნუ იქ ნამდვილად ბევრად უფრო რთული იყო რა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი სკოლა ხო ახლა არ და კონკრეტულად და არ გვინდა ხამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი სკოლაც ახალი იყო, ყველანი ახლები ვიყავით და აი ეს ნდობის ფაქტორია ზუსტად იქამდე მივდივარ, რომ ჯერ შენ ანუ ის დრო სჭირდება ყველაფერს, რომ ადამიანი გენდოს და იცოდეს ვინ ხარ და ისი გამკეთებელი ხარ და ხო, აი ზოგადად რა სკოლაში ვამბობ, არა კონკრეტულ სკოლაზე, მაგრამ სადაც მისწავლებია ჯგუფებში ყოველთვის უფრო ესეთი სტრესულია, როცა ბევრნი ერთად არიან და ყველა ცალ-ცალკე უნდა ამოიცნო. აი, იქ მივდივართ, ზუსტად ამას ვიტყოდი, რომ კიდევ ყველაზე იდეალური გარემო მასწავლებლისთვის, რომ ასწავლოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცენტრი იქნება, საჯარო სკოლა იქნება, თუ კერძო სკოლა იქნება, ბავშვების რაოდენობა. აი, ზუსტად ჯანსაღი კომუნიკაცია საკლასო მენეჯმენტი ბევრ ბავშვთანაც შეგიძლია მოაგვარო, ეგ შეძია დამოკიდებული. თუ გაქვს მაგისი სკილი ხო იდეაში. რა თქმა უნდა, უნარი რა არის, იცი რომ
რა თქმა უნდა მე არ გულისხმობ კონკრეტული ასპექტის ბავშვებს, ვისაც ასისტენტი სჭირდება და დამხმარე მასწავლებელი, იმიტომ რომ ამას ვერ გამოვრიცხავთ, არსებობენ ესეთი ბავშვები და მათ დამატებით კი არ სჭირდებათ ვიღაცა რომ მიუჩნდეს, მასწავლებელს სჭირდება უშუალოდ ის, იმიტომ რომ ის ენერგია რამდენადაც უნდა გახლეჩოს, იმიტომ რომ ვიღაცას უფრო მეტად სჭირდება შენი ყურადღება, ვიღაცას იმდენად არა დამოუკიდებელია და ამ დროს, როდესაც შენი რესურსი არათანასწორად იყოფა მერე მასწავლებლის ჩასატარებელი გაკვეთილი უხარისხო გამოდის მის ხასიათში გადადის ეს და ბავშვები ძირევიან. აი ეს არის ზუსტად არასწორი საკლასო მენეჯმენტი. რამდენი ტრენინგი და ის გამივლია, მაგრამ ფილდზე კიდე სულ სხვა რაღაცა არის. ვერავინ ვერ გასწავლის მაგას. შენ უნდა ისწავლო. შენ უნდა ისწავლო. ჩემი გამოცდილებაც კიდევ ხა მე რასაც ვსაუბრობ, შეიძლება ყველასთვის არ იყოს მისაღები და თქვან რომ ესე არ არის. მე ვამბობ ზუსტად ჩემს სუბიექტურ აზრებს ვაზიარებ. იცი რა არის ის ასისტენტიც იმიტომ კი არ გჭირდება რომ შენ ცუდი მასწავლებელი ხარ და კლასს ვერ მართავ შენი ენერგიის გადანაწილება არ ხდება თანაბრად კიდევ ერთხელ ვიმეორებ და იმ ბავშვს სჭირდება დამატებით ის ვინც კომპიუტერს ჩაურთავს თუნდაც ის ვინც რაღაცას გადააწენებს და კიდევ ბევრჯერ მიუთითებს რომ ეს არის გასაკეთებელი გამოდის რომ მასწავლებელი წრეზე დადის მივა იმ ბავშვთან ერთი მისვლა არ არის საკმარისი მონიტორინგს რო ატარებ ხო გაკვეთილის დროს ძალიან რთული პროცესია ეს პატარებშიც რთულია თინეიჯერებშიც რთულია ანუ ახლა ზრდასრულებთან მსგავსი სიტუაცია არ მქონია და ამ მხრივ მრავალრიცხოვანი საკლასო სივრცე არ არის სასურველი რა თქმა უნდა აი რა სიტყვადი დაახლოებით რამდენი ბავშვი 12 ბავშვი არის სკოლაში იდეალური ახლა ცენტრშიც 8 ბავშვი იდეალურია ჯგუფში როცა არის იმიტომ რომ ფეავორკიც ძალიან კარგად ნაწილდება და ასე შემდეგ აი მასწავლებელი უფრო ბედნიერია რომ იმ ბავშვს აქცევს სათანადო ყურადღებას კი ეგ მართლა ის არის მნიშვნელოვანი როცა შენ იცი რომ ვიღაცას არასათანადო ყურადღებას აქცევს შენ თვითონ ისე გრძნობ ხო თავს რომ აი რა გავაკეთო როგორ გადავანაწილო ეს ხო და მე რა გამოდის რომ ის ბავშვი იმ ბავშვმა ვერ მიიღო ის ინფორმაცია ანუ არათანაბარ პირობებში უწევს მე იმ ბავშვს ცოდნის მიღება იმან ზოგი slow learner-ია ზოგი მარტივად ითვისებს ზოგს უფრო მეტი თავდაჯერებულობა სჭირდება რომ რაღაცა გააკეთოს და შენი ის სჭირდება თანადგომა მოდი მიდი იქ ახლოს უნდა მიხვიდე შორიდან ვერ ესვრის სიტყვებს და როცა სხვა გამოსავალი არ ახარ მართლა არა გაქვს სხვა მაშინ გიწევს ახლა ესა კი, მე შენ სიღლები ემოციურად. არაფრისთვის არ ვარ კი ხარ. მე მეორე გაკვეთილზე როგორ უნდა შეხვიდე? აი წარმოიდგინე 5 წუთში მეორე გაკვეთილი გაქვს და ხარ ფსიქოლოგიურად უკვე დანგრეული. ამიტომ ვამბობ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ფაქტორებს. ნდობას, საგაკვეთილო გარემოს სივრცეს, საჭირო რესურსი უნდა კონდეს. ტექნოლოგიები, ყველაფერი, ანუ რაც გჭირდება, სწავლების სივრცეში, რა თქმა უნდა, თუ შენგან ის ადამიანი ვიღაცა ხარისხს ითხოვს, შენ რა თქმა უნდა, ფურცლითაც და ჩვეულებრივი საწარკალმითაც და ანუ რაღაცა ჩემი შემოქმედებითი ადგილზე მიღებული რაღაცაები გამიკეთებია, როცა კომპიუტერი გაფუჭებულა სიტყვაზე ან ინტერნეტი გაჭედილა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს კრეატიულობა, ხო, უცხად რომ რაღაც მოიფიქრო. ეს ისევ გამოცდილებასთან ერთად. და რამდენად მოქნილი ხარ. გამოცდილება ბევრს აქვს, მაგრამ მოქნილობა ბევრს არ აქვს, ხო? ანუ მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ ნამდვილად, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ანუ ესეც უნდა ისწავლო, რომ მოქნილი გახდე. მოქნილი არავის არ მოყვება, მოქნილობა არავის არ მოყვება მუცლიდან. აი გამოცდილება ამას სწავლობ შენ აი ერთი ფეილი რომ მოხდება და ხო. დიახ. აი თუნდაც ახლა სელტაზე როგორ გამომადგა ნიუტონში მიღებული უნარები რომ ეს ტექნოლოგიები იმდენად კარგად აი ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მე ნიუტონმა მართლაც პროფესიულად ძალიან გამზარდა და ვიტყოდი რომ ეს სელტაზეც ძალიან გამომადგა რომ აი რესურსების სწორად გამოყენება იქ სელტას დროს როგორი მნიშვნელოვანია შენ ხო ძალიან კარგად იცი და ახლა კიდევ უფრო ბევრად მარტივია ხო მაშინ ეს 2018-17 წელს იყო აღარ მახსოვს ზუსტად მაგრამ ყოველ შემთხვევაში მახსოვს რომ აი ღამე ამდგარ და ვაიმე გეგმაში რაღაცა ჩაწერა და ამავიწყდა ის და რამდენჯერ ჩემი ამობეჭდილი რესურსების სახში დამრჩენია მაგრამ მე
მახსენებია რომ შეიძლება ეს დრაივზე გადაიტანო. აი ხო ხდები? ეგ უნარები თუ არა გაქვს? ხო, როგორ გააკეთებ? და რომ გაგვიანდება რომ 9-ზე იქ უნდა იყო და ასე შემდეგ. და ერთი თვე არ მეძინა მე. აი ზუსტად ეგრე ვიყავი მეც, რომ აი ძალიან დიდი სტრესია ძალიან ისიც მახსოვს რომ ბოლო დღეს სელტაზე რომ ვიყავით, ესე წრეზე ვიყავით ყველანი რაღაცა დაიცალეთო აი ფრანჩესკა გვყავდა ძალიან მაგარი და რაღაცა თქვითო რა აი რას ეტყოდითო თქვენ და ყველა მტერი დაიწყო რაღაც ემოციურად დავიცალეთ. ანუ გარედან შეიძლება გაეცინოს ხა ვიღაცას, მაგრამ იმ მომენტში რას გრძნობდი ეგაა მთავარი. კი, ფაქტობრივად მეც აი სელტას მერე ხელახლა დავიბადე ტიჩინგის კუთხით, სწავლების კუთხით. და ვფიქრობ, რომ რამდენი რაღაცა არასწორად გამიკეთებია იქამდე. მეც მიფიქრე. აი ზუსტად ეს არის ჩემი მეორე ეტაპი. აი სელტას მერე თუ არ გამოიყენებ პრაქტიკულ ცხოვრებაში, ხო, თუ არ გამოიყენებ, რა ვიცი, რა აზრია. სხვათა შორის მადლობა ღმერთს, აი სელტას უნარების გამოყენება სულ მჭირდება. ანუ თუ არ გამოიყენე, თუ გინდა დელტაც დაამთავრე. აზრი არ აქვს, გაკვეთილის ხარისხიც მერე ვარდება რა. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სწავლების პროცესში networking-ს, ანუ კავშირებს, როგორი გარემო არის კოლეგების გაზიარება როგორ დონეზე ხდება, ანუ ხომ არ არის უხერხული. ანუ ბევრს არ აქვს ამის მიმღებლობა, იმიტომ რომ არის სამსახურები, სადაც დაუშვათ მიმუშავია და დაუშვათ ჩემი აზრი რაღაცის მიმართ რომ მithქვამს, ანუ კი მოგისმინა, მაგრამ ხო, ანუ მაინც თავისი გაუკეთებია და მე შენც იკავებ თავს, რომ აი ფიქრობ, არის ფიქროს ახლა რომ მე ვასწავლე ან ჩემზე იმაზე მეტი ვიცი რაღაც, ესეც საფრთხილოა. მარტო მოსწავლეებთან კი არა, კოლეგებთან ურთიერთობა საფრთხილოა და ამიტომ რთულია რა ერთი სიტყვით. ხო. შენ ცენტრშიც ხო ასწავლიდი და ეხლაც ასწავლი. ვასწავლე კი. რა განსხვავება აი ახლა ამ ორ გარემოს შორის? აი ცენტრში მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ სულ ფორმაში ვარ. რა მხრივ. იმიტომ რომ სულ ინოვაციებისკენ მიმართული არის მე სადაც ვასწავლი ცენტრში, სულ ცდილობს რომ რესურსებით გაამდიდროს თავისი ორგანიზაცია და ყოველი მასწავლებლის უკავშირი გაითვალისწინონ. ფაქტობრივად ახლა ცენტრი არის, რა თქმა უნდა, კერძო სკოლაც პირდაპირ კავშირში არის, ხო, მომსახურების დონესთან, მაგრამ ცენტრმა კონკურენცია რო გაუწიოს დღესდღეობით ძალიან კარგად ვიცი რომ ძალიან ბევრი ცენტრი არსებობს საქართველოში განსაკუთრებით თბილისში და ამიტომ ისევ და ისევ შენზე არის დამოკიდებული როგორ გაამართლები მენეჯერის ასე ვთქვათ იმედებს. ჩვენი პლუსი კიდე ის არის რომ მენეჯერი გვაწვდის მზა გეგმებს. აქ ხა იბადება კითხვა, მაშინ შენი კრეატიულობა ნდობას რაშია? აი რაში შეგიძლია ცოტა მოდიფიკაცია კი, ხო, აი ზუსტად მაგას უნდა გაუსვა ხაზი რომ კი, რა თქმა უნდა ეს გეგმა რაღაც არის, მაგრამ შაბლონურად, მაგრამ შენ როდესაც ხედავ რომ შენს კლასთან, შენ ჯგუფთან ეს არ მუშაობს, მენეჯერი გეუბნება რომ კი ბატონო, მოარგე შენ ჯგუფს, მაგრამ საერთო მონახაზი რომ მაინც ეს სისტემურად იყოს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ეგ კარგია, ეგ ეხმარება. დიდ კომფორტს გვიქმნიან იმაშიც რომ რესურსებს გვიმზადებენ წინასწარ და საკლასო სივრცეში რომ შევდივარ, მე არ მეწევს იმაზე ფიქრდე და იმის ქსეროქსი მაქვს, ამის ქსეროქსი. მე უნდა ვიფიქრო თავიდან ფეხებამდე, თავიდან ბოლომდე, რომ ხარისხიანი გაკვეთილი ჩავატარო იმ 8 ბავშვთან, იქნება თუ 9 ბავშვთან, 8 ბავშვია მაქსიმუმ. და ეგ არის რა თქმა უნდა, ანუ უფრო მეტი თავისუფლება გაქვს. ესე წარმომიდგენია ვიდრე სკოლაში, ხო? ხო, თავისუფლება სკოლაშიც არ ვარ შეზღუდული, ნამდვილად. მაგიტო აღვნიშნე. მაგრამ ბავშვების რაოდენობა უფრო მეტია სკოლაში და ის ჩამოთვლილი ფაქტორები რაც აღვნიშნე. ხარისხი რა თქმა უნდა ცენტრში უფრო კარგი იქნება იმ ხრივ რომ ცოტა ბავშვია. ხო, და იგივე რაოდენობა თუნდაც 12 ბავშვი ან მაქსიმუმ 16-იც რო იყოს. 15-ია ესე ну ხო მე აი პატარებში კიდე უფრო ნაკლები უნდა იყოს ვიდრე middle school-ზე ვამბობ. middle school-ში კიდე აი ასეთანია. აი პირველი მეორე კლასი მაინც ცოტა რაოდენობა ყოველთვის ჯობია ხარისხის კუთხით. კი ბატონო. იმიტომ რომ მეტი და ხო კიდე ცენტრის რაც არის დადებითი და კარგი ის რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა, ანუ
საათნახევარი რო არის, ეგ ძალიან კარგია. საათნახევარი. თუმცა ხა თუ ვიმსჯელებ მე სადაც ვარ 45 წუთიანია, მაგრამ ნუ ის ჩავთვალოთ რომ ცენტრში კვირაში ორჯერ ატარებ და იქ კვირაში 4 ჯერ სიტყვაზე. ნუ ის მაინც ნაწილდება თავისებურად, მაგრამ ბავშვების რაოდენობის კუთხით რამდენად არის ამის ხო, მაგრამ სკოლას არ აქვს მაგისი რესურსი, როგორც წესი, ესე ძალიან პატარა ჯგუფებად. კი, ამიტომაც არის სკოლა, ხო? ეგ იშვიათია და აი მანდ უკვე უნდა იმუშაოს შენმა გამოცდილებამ რამ ხრივ, რომ სწორი რესურსი უნდა შეიტანო. უნდა მოარგო იმ რაოდენობას და იმ კლას სეგმენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბევრი წიგნი არსებობს ინგლისურში young learner-ებში, პატარებში, მაგრამ ის მერე სამმავლოდ როგორ იმუშავებს, უკვე შენს წინდახედულობაზე არის რა. როგორ ჩაატარებ რა გაკვეთილს. ახლა მახსენდება ერთი გამოცდილი კოლეგის, ასე ვთქვათ, ჩვენი მენტორი და ტრენერიც იყო ის ადამიანი და მაშინ აი რამდენ რაღაცას ამბობდა და კიდე კარგი რომ ეხა ვიხსენებ ამას, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან ასწავლე, მთავარია როგორ ჩაატარებ რა. მაგრამ ხო, როდესაც გაჯერებული და ცენტრში არის ამის საშუალება, ჩვენს ცენტრში, სადაც მე ვასწავლე, იმიტომ რომ ბევრ სხვადასხვა რესურსს ვიყენებთ და საკითხს ვფარავთ, მაგრამ სკოლაში ესე ვერ მოიქცევ, იმიტომ რომ ბევრი ქსეროქსი, ეს ბევრი, ასე ვთქვათ, დამატებითი ჰენდაუტები რო შეიტანო, მაგას დიდი დრო სჭირდება. ხო, და იმას ვერ მიყვები მთავარ თემას, დიახ, და ამიტომ აქ უკვე სახელმწიფოზე ფიქრი გიწევს, რომ იმან მოიცვას ის შენი, ასე ვთქვათ, რისკებიც, აი რისკებს რას გულისხმობ, რომ ყველა ბავშვი ხერთნაირად ვერ იგებს. ამიტომ შენ ბეგეგმა უნდა კონდეს, რომ ის დამატებითი რესურსიც კონდეს იმ სახელმწიფოს, რომ შეავსოს. ვერ გაიგო იმ ბავშვმა ის შეავსოს. საკითხავი ლიტერატურაც უნდა მოიაზრებოდეს ყველაფერი რა, ანუ შენ ხარ იქ ყველაფერი. ნუ შენზე არა ყველაფერი დამოკიდებული. შენ იღებ გადაწყვეტილებას. და უკვე როდესაც კარგი რესურსია, იქ შეიძლება მასწავლებლმა ყოველთვის მაღალი დონის გაკვეთილი ვერ ჩაატაროს, ანუ შეიძლება რაღაცა და გაიფანტოს ამდე რესურსში და ჰენდაუთებში და მაგრამ ის რესურსი თავისად ხმელს მაინც იტყვის, იმიტომ რომ ბევრჯერ როცა იმეორებს ერთ და იგივე საკითხს ბავშვი, ის სადღაც მაინც რაღაცას მაინც ისწავლის. კი, ამის თქმა მინდა. ხო, რა ვიცი, აბა. კი. ვინაიდან კერძო გამოცდილებაც გაქვს, ხო? დღესაც ყავს ონლაინ, კი. აი, რა სიტყოდი, კერძოდ სწავლებისას რა არის რთული? თუ პირიქით ყველაფერი შედარებით მარტივია? რა არის, იცი სკეპტიკურად უდგებიან ონლაინ სწავლებას. მე ონლაინ მყავს. ფიზიკურად ადრე დავდიოდი, ვაჩემდე. და ეხლა ვამბობ, რამდენ დროს კარგავდი თქო სიარულში. იმიტომ რომ ონლაინ ბევრად უფრო ეფექტური გამოდის სწავლება, ვიდრე სახლში მისვლით. ეგეც არის, თან ამდენ დროს ან შენ თუ დადიხარ შენ კარგავ, მოსწავლე თუ მოდის შენთან ის რამდენ დროს კარგავს, მით უმეტეს დღესდღეობით. აი ძალიან გარემოში, ხო. რა ვიცი, ანუ მე ძალიან ბევრჯერ მეუბნებიან ხოლმე და მე ადგილზეც ყავს სტუდენტები, აქაც მოდიან და შესაბამისად ყოველთვის აქვთ ეს ოფცია, რომ აირჩიონ აქ თუ ონლაინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველას ვეუბნები, რომ სცადეთ. ხო, აი აუცილებლად უნდა სცადონ, იმიტომ რომ დროს რატომ კარგავ? თან ზოგი ახო იჭედება ამ საცობში, მერე მოდის უფრო ესეთი დაღლილი ნერვებოშლილი, არაფრის თავი აღარ აქვს. და განწყობა, მივდივართ განწყობამდე, რომელიც პირდაპირ კავშირშია აკადემიურ მოსწრებასთან და ჩემი განწყობა, მე თუ განწყობა არ მაქვს გაკვეთილი არ გამომდის, საერთოდ არ აი ძალიან დაბალ დონეზე და მე ჩემ თავზე უფრო ორმაგად ვბარაზდები და აი ჩემ თავს ვეჩხუბები რა, ასე ვთქვათ და შეიძლება არ მეტყობოდეს ბავშვთან ან მოსწავლე, შეიძლება მაგრამ მაინც შეგეტყობა მასწავლებელს გაღიზიანება, ხა ემოციური ავთენტურობა ეს ნორმალურია. თუმცა არ უნდა იყოს ეს და ამისთვის არის კომფორტი საჭირო და ეს კომფორტი არის ონლაინ გაკვეთილები, იმიტომ რომ იმდენი რესურსია PDF-ი, შეგიძლიალების პლატფორმაც გამოიყენო, ინტერაქცია, ეკრანს, ის წერა როგორ შეამოწმოს, სკილებს ბავშვს ინგლისურს მარტო კი არ ასწავლე. სკილებსაც უვითარებ, უნარებს, რომ ის ტექსტი როგორ დაბეჭდოს, როგორ გამოგიგზავნოს, ან ფოტო გადაუღოს ველს და ის ჩაგიგდოს ელემენტარულად. ხელით წერა, ველში წერა, კი ეჩვევა, თვალეჩვევა. ანუ ეხლა არ არის ის ეპოქა, რომ ვიცვალოთ.
ჩვენ რა ადრე წვალებით ვსწავლობდით, რატო უნდა იწვალო, როდესაც ტექნოლოგია აქეთ გასწავლის, სადან უნდა დაუშვა შეცდომა იმ მართლწერაში, იმ გამოთქმაში, AI-ის რა კარგი უნარი აქვს, რომ შენი გამოთქმა გამოასწოროს რაღაცას რო ჩაწერ, გრამატიკულად აი რატო ვიწვალოთ? კომფორტულად ვისწავლოთ. პირიქით სწავლება მიგვაღებინოს სიამოვნება და მასწავლებელს ზუსტად ეს დაგროვილი უნარები როცა აქვს, იმდენად კომფორტულია ონლაინ სწავლება. მე რამდენ ბევრს ვუთხარი, რომ აი ონლაინ სწავლების დროს ანუ არის შენთან არიან ესე რომ გირაკავენ მოდიან და გეუბნებიან არა მე არ მინდა კატეგორიულად ონლაინ არ მინდა და მადლობა უფალს 80% არის ის ადამიანი ვისაც ონლაინ უნდა და ის 20%-ია არა მე ფიზიკურად მირჩევნი აი ის უკვე იმასთან უკვე არც ონლაინ და არც ფიზიკურად მინდება უკვე ურთიერთობა უკვე როცა ამას გეუბნება ძალიან დაჟინებით ხო ალბათ ცუდი გამოცდილება აქვს და მაგიტომ აი ეგეც არის კი ხო და მაგას ვერც გამტყუნებ ხა ყველას ხო ვისაც ცუდი გამოცდილება აქვს რა ხო იმიტომ რომ მე მინახავს მასწავლებლები ონლაინ რო ჩაუტარებიათ და რა ვიცი მე აი კამერა გამორთული აქვს და აი კამერის გამორთვაც და ჩართვაც ხო აი მე მაგალითად ჩემს კერძო კატეგორიული ჩემზე ძალიან მოქმედებს როცა კონტაქტი არ მაქვს ადამიანთან ანუ რომ ვერ ვხედავ იმიტომ კი რომ მე პრობლემა მაქვს ამასთან და არ ვენდობი მაგრამ ბევრჯერ დამიჭერე როდესაც კამერა გამორთული აქვს რომ აი შენ გონია შეიძლება რომ არ გისმენენ არ მისმენს კი არა შეიძლება პასუხების ფურცელი გახსნილი აქვს და იქიდან მარტივად ხო არის რაღაცები რაც რისთვისაც გჭირდება რომ კამერა ჩართული ჰქონდეს მაგაზე გეტყვი ახლა რა გამახსენდა ჩემი გამოცდილებიდან თინეიჯერების არ ვიცი 80 და შეიძლება 90%-იც ონლაინ გაკვეთილებზე არის კამერის გარეშე შენთანაც ესეა ანუ უფროსებს ჩართული აქვს პატარებს ჩართული აქვს თინეიჯერებს როგორც წესი გათიშული აქვს ხო ეგ ზუსტად ახლა ხალხს მქონდა ეგ შემთხვევა არ ვიცი ნუ იმიტომ რომ ძინავს მე ვიგრძნო არა იცი რა კარგი თინეიჯერები მყავს ანუ არა ჩემს ერთ-ერთ მოსწავლე დავიჭირო რომ იცი რატო გაკვეთილი რომ დასრულდა იმისი ჩართული იყო ანუ ხო ხედავ ხა ხვდები რომ ჯოინ არის რა და აი ესე მეუბნები ანუ ვერ შეცვლი ამას მე მგონია რომ რაღაც თინეიჯერების ის არის რაღაც არის იდეა ფოტოს გადაღებაც არ უყვართ ახლა ჩემი დიშვილი არის თინეიჯერი და სასტიკად მიგრძალავს მასთან გადაღებული ფოტოების მაგის გამო Facebook-ზეც დამბლოკა ახლა Instagram-ზე ვართ და რაღაც ერთი ვიდეო პატარა ვიდეო გავაზიარე ვაჭი და მართა არიან და მაგაზე გამიბრაზ და ძალიან ანუ ეს არ ვიცი რა რა ფაქტორი არის არა აი მეც ვერ შემიძლია დავიფიცო რომ 100% მისმენენ მართლა და ნებისმიერ აი რა კითხვაც არ უნდა დაუსვა პასუხობენ უბრალოდ კამერა გათიშულია და ანუ არც იცი არ ვაძალებ ხო როცა მე დარწმუნებული ვარ რომ ის ადამიანი მე მისმენს და რასაც ვეუბნები აკეთებს და პასუხობს ახლა ნუ რა ვიცი იქნება თმა ქაჩეჩილიან რაღაცა ან იქნება წევს და ისე გისმენს და მაგ სხვათა შორის ეს გარემო შენ სულ შეუქმნა როგორც მასალმა შენზე არ ვამბობ კონკრეტულად ჩემზეც ვამბობ ანუ ჩემ თავსაც ვეუბნები რომ ბევრჯერ მიხვალ თუ წევ ხარ და ისე ვსვეთ არ არის პრობლემა უბრალოდ კამერა ჩამითეთ მიხვდი? ხო არა, ჩემთანაც არ არის პრობლემა, მაგრამ ნუ ვინც ჩართო ის მაგას უნდა ხო, არა. სხვა მხრივ არა რა, იმიტომ რომ მე სხვანაირად ვაკონტროლებ ის დოკუმენტ ფაილები უნდა გამომიგზავნონ, მართლა მაინც შეგიძლია ახლა ხო, რაღაცა რომ შევამოწმო და იმ ადამიანს ვისაც ეძინება ონლაინ, ფიზიკურადაც ეძინება, ანუ მაგას ვერ წაართმევ. რა ვიცი, აბა რა ვქნათ, ეხლა რაღაცა ცოტა სხვანაირი მიდგომები არის რა უფრო საჭირო. კი, ნამდვილად. იცი რა არის, აი ახლა რომ საუბრობთ ონლაინ გაკვეთილებზე, ალბათ მაინც კოვიდმა ქნახო ეს ყველაფერი. კოვიდამდე წარმოგედგინა ონლაინ გაკვეთილი. ან მინდა გთანხმდებოდა ონლაინ გაკვეთილი. აი ყველაფერი აი ზუსტად მასვა იქ ბრუნდები, რომ რაღაცა რაც ხდება ცხოვრებაში, არაფერი ისე არ ხდება. ზუსტად ამ კოვიდმა განავითარა ჩვენი სხვაგვარი უნარები. რამდენი ონლაინ მუშაობს საზღვარგარეთ არის და თავის ქვეყანაში და ამით ფულს შოულობს და მოქნილი გრაფიკი. თუნდაც ის მასწავლებლები, ვინც სხვა ქვეყნებში ატარებენ გაკვეთილებს. კლაუდებში 1000 საიტი არის და ძალიან მაგარია. მე მქონდა ერთი, არ ვიცი, ალბათ მინიმუმ 15 წლის წინ გაკეთებული Facebook page English with Skype.
და არანაირი მოთხოვნა არ იყო. მაგ დროს ერთი რამდენიმე მე მგონი მყავდა მოსწავლე Skype-ში, უცხოეთში ვინც ქართველები და ვასწავლდი და მე ეს page-ი გავაკეთე, რომ გამეპიარებინა, მე ეგეც რას ვქენი, აი ყველაფერს თავისი ცნობიერება სჭირდება და დრო. ეს რომ დაიწყო ეს COVID-ი და მართლა რომ ესე საჭირო გახდა. ვაიმე, მეთქი ეს როდის მქონდა ჯერ კიდევ გაკეთებული, როდის მქონდა, მაგრამ არ მუშაობდა და მაინც პირისპირ მყავდა ეს კერძოებიც და ნუ მუშაობდი ძირითადად პირისპირ რა. ხო, აი ყველაფერს თავისი დრო სჭირდება ცნობიერების ამაღლებას, გამოცდილებას მოავ. რა თქმა უნდა, ხა ყველა ანუ მთავარია გაიაზრო. ხა, რაღაცეები. კი ბატონო. და ეს ეცადო თუ ფიქრობ რომ ეს არასწორია, გამოასწორო. პროფესიულ ვითარებაშიც, პირად ვითარებაშიც მთავარია იყო მოქნილი ამ კუთხითაც. კი ბატონო. მოდი ახლა მითხარი ახალ მასწავლებლებს საიდან ურჩევდი დაწყებას? საიდან ურჩევდით დაწყება? აი ცოტა კიდე რომ დამიკონკრეტო. ანუ როგორ დაიწყონ ახალი დამთავრებული აქვს სიტყვაზე უნივერსიტეტი, უნდა რომ დაიწყოს მასწავლებლობა, სკოლაში ურჩევ დაწყებას, centrში ჯერ კერძო მოსწავლეებთან ურჩევ, აი რას ფიქრობ, როგორ ხო, ეს ცოტა ისეთი ვიცი რომ ინდივიდუალურია რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეგ უყურე როგორ არის საერთოდ კერძო მოსწავლეებთან როცა იწყებ ახალ დამწყები, აქ უკვე ნდობის ფაქტორიც არის. მშობლებთან მე როცა მისაუბრია, ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებენ მასწავლებლების გამოცდილებას და არის თუ არა აქტიური მასწავლებელი. როდესაც სტუდენტი მასთან მიდის, მისი დამოკიდებულება სტუდენტის მიმართ ხშირ შემთხვევაში, ნუ მე რაც გამიგია, დიდად ნუ გადასახადზეც აისახება, ხვდები? და მე უკვე, როდესაც ის სტუდენტი უკვე შეაჩვია იმ თანხას, მე იმასაც უჭირს თანხის მომატება ეს და მე უკვე იწევს ეს ფრუსტრაციას ალბათ ხო? ზუსტად ეგრეა და ამიტომ ჯობია ყოველთვის ეს ცადოს მოხალისეთ სადმე ანუ თუ არის ისეთი ორგანიზაციები დაწესებულები ცენტრი ყოველთვის კარგი არის იმიტომ რომ სხვათა შორის ჩემი ცენტრი რატომ მიყვარს იმიტომ რომ ჩემს ცენტრში არიან მოქმედი სტუდენტები სხვათა შორის საკმაოდ წარმატებულები თავიანთ სფეროში რა თქმა უნდა ისე მოყვანილები ეგენი არ არიან და აი ზუსტად აი ეს მომწონს ჩემი მენეჯერების რომ მათი რესურსების სწორად გამოყენება იციან პატივისცემენ თანაბარ პირობებში გვამყოფებენ და იქ არის გრძნობა რომ მე იცი რა 24 წლიანი გამპირგით მე მინდა რომ მათი ასაკის გრძნობდე რომ მათი ასაკის ვარ ხვდები ანუ და მათ მიმართაც აი ძალიან პატივისცემით დამოკიდებულებას რო გრძნობეს ძალიან მისასალმებელი არის. ეს არის ძალიან კარგი და მახარებს რომ მსგავსი ახალგაზრდები არსებობენ და იმიტომ რომ შენც უზიარებ, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ახალი მასწავლებლები არიან და შენ შეგიძლია მათგან რაღაცა ვისწავლო. მათგან ის შემიძლია გავიკო და ვისწავლო, ვინც ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო არიან, ძალიან მიზანდასახულები და პრაქტიკულები არიან. ანუ ცხოვრებას უფრო პრაქტიკულად უყურებენ. ბევრ რაღაცას, აი რასაც ფიქრობენ, რომ ეს მათთვის არ მუშაობს, შეუძლიათ ადვილად ასე ვთქვათ, შეცვალონ. და ჩვენ უკვე გვიჭირს რაღაცეების შეცვლა. ყოველ შემთხვევაში მე მიჭირს ახლა. აი ძალიან ჩემი რუტინის შეცვლა მეც მიჭირს ახლა რომ ვკითხო. სტაბილურობის ჩვენი პროფესია მოდი ასე შევთავაზოთ ჩვენს ქვეყანაში რა მეტნაკლებად სხვა პროფესიებთან შედარებით სტაბილურობის შეგრძნებას გვიტოვებს და როდესაც მაინც ახლა სადაც არ უნდა იმუშაო, ყველას კარგი კადრი სჭირდება, ეგრე მარტივი არ არის დღეს სამსახურის შევნა, მოდი ამაზე შევთანხმდეთ და შენ რასაც ახლა მარტო ეჭიდები, რომ შენი პირადი, ასე ვთქვათ, ამდენ სფეროში მუშაობის შემდეგ ისევ შენს კარიერას, მოდი ესე ვიტყოდი, რომ მაინც თავიდან იწყებ, იმიტომ რომ დამოუკიდებლად ხარ ხო ახლა როგორც ჩვენ ესეც მარტივი არ არის და ეს შენი გამოცდილების, შენი თავდაჯერებულობის, შენი მშობლებისა და მოსწავლეების ნდობის შედეგია. და აქამდე რომ მივიდეს ყველა ამას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. ჯერ ხალხმა უნდა გააგიცნოს, საზოგადოებამ უნდა გააგიცნოს, ვინ რა იცის ახლა ვინ როგორი მასწავლებელი წლები და მაინც გამოცდილება სჭირდება. ნამდვილად და საკუთარ თავთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მე ცენტრში NGO-ში ამიყვანა ჩემმა ხელმძღვანელმა და მითხრა რომ მე ჯერ შენ პატარებს მოგცემ, იმიტომ რომ შენო გამოცდილება არა გაქვს და ვნახო იქ როგორი მუშაობ და იმის მიხედვით დაგიმატებ ჯგუფსო და იყო პერიოდი 75 მოსწავლე რო ყავდა.
მაგრამ სხვადასხვა ჯგუფებში ჯამში ცენტრში მე ანუ აღრიცხვა რატო აღრიცხე არ ვიცი ხო უბრალოდ რა არის იცი ანუ ეს იმის შედეგი იყო რომ მე ძალიან შრომა არ მეზარება ნამდვილად მიყვარს პირიქით ჩემ თავს როცა რაღაცებს ვასწავლი ძალიან მიყვარს და მახსოვს მაშინ ჩემთვის ვიჯეკი არც ცალტა მქონდა გავლი არც არაფერი ვიჯეკი ჩემთვის ვამუშავებდი ლექსიკის სახელმძღვანელოებს რიდერებს ვაკეთებდი მახსოვს რომ გრამატიკის რიდერი გაუკეთებ ატარებს ჩქსერო ეხლა მაშინ არ იყო ხო სხვათა შორის ახახარ მომწერა ერთ-ერთი მშობლის დედამ რომ შენი გრამატიკის რიდერი დღემდე ვარ და მეცადინებო ახლა ყავს უკვე 27-28-29 წლის შვილები ნუ დიდი შვილები ყავს რა და ისეთი პატარები იყვნენ მეოთხე მესამე კლასში როცა ჩემთან დადიოდნენ და როცა ეს რაღაცა გესმის ძალიან ბედნიერი ხარ და არ ვაფასებდი ამას რასაც ვაკეთებდი ანუ ამას ოფიციალური სახე არ მივეცი რამდენი სცენარი გადამიყრია ჩემი დაწერილი და რაღაცა ახაც ვნანობ მახსოვს გრამატიკის ქალაქი დავწერე და დავდგე ჩემ მოსწავლეებთან რომლებიც ახლა 29-30 წლისები არიან და აი როგორ მახსოვს ემოცია რომ მშობლებიც სტიროდნენ მეც სტიროდი აი რა გვატირებდა მაგრამ აი ეს რაღაცა ის შრომის შედეგი რომ ამ ბავშვებმა ისე მაგრა გამოაჩინეს რომ აი 5 თვე ვემზადებოდით გაკვეთილების გარდა კი მე Youth Club-ი, Kid Club-ი ესე ჩამოვაყალიბეთ ცენტრში რომ რაღაცა ბავშვებს სხვა ინტერესი ქონოდათ ინგლისურის აი საათობრივი სწავლების გარდა და იქ შევკრიბეთ აი ის რაც მე მაკლდა ჩემი იმიტომ რომ მე ძალიან ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია აი თინეიჯერებს რაც შეეხება და ზუსტად თინეიჯერებს თუ რა შეგვენი რომ ერთმანეთში ჯანსაღი კომუნიკაციაც პირდაპირ კავშირში არის აკადემიურ მოსწრებასთან ამისთვის აუცილებელია კლუბების სკოლაში საკითხავი ლიტერატურა დრამა თუ რაც იქნება კი რა ბევრი კერძო სკოლას მე სადაც მიმუშავია არის მუსიკალური ბენდები და რა ვიცი თუნდაც ჩემ დროს იყო კავენი და ისეთი ბედნიერი ვიყავი დღემდე რომ კარგად ვიხსენებ რომ ის გაკვეთილების მერე რეპეტიციებზე რომ გავბოდით აი ეს ერთმანეთის შეკრების იქ გოგოები ბიჭები ერთმანეთს ვეპრანჭებოდით თუ რასაც ვაკეთებდით გვიხარობდა რა ანუ ძალიან კარგად მახსენდება გუნჩიც ვიყავი სკოლის გუნჩი მეორე და სხვათა შორის ვინც იყო ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელი საკმაოდ წარმატებული ოპერის მომღერალი არის და კი ნამდვილად ანუ ყველაფერი კარგად გახსენდება ეგ გაკვეთილებზე რა ხდებოდა კი არა გაკვეთილების მიღმა კი ბატონო და ესეც სჭირდებათ თინეიჯერებს იმიტომ რომ რეალიზების პროცესში არიან და სჭირდებათ რომ თავისი თავი იპოვონ და მე უკვე როდესაც ხდება მათთან ხშირი კომუნიკაცია და სწორი მიმართულებების მიცემა მე უკვე შენს გენდობიან და გაკვეთილზე უფრო ჯანსაღი ურთიერთობაც არის და ჩართულობაც უფრო მაღალი არის რა მე ესე მიმაჩნია ესე ვფიქრობ კი გეთანხმები აბსოლუტურად აი და დავასრულოთ ჩვენი ბლიცით კი ბატონო მოკლე პასუხები და სწრაფი, რაც თავია სწრაფი პასუხი. მოდი, დავიწყოთ სკოლა თუ ცენტრი? არ ვიცი. ვერ ვფიქრობ, ახლა ვერ გეტყვი, არ ვიცი. ცენტრი თუ კერძო? შემოსავლის კუთხით? შენ როგორც გინდა ისე აღიქვე. აქ უკვე ერთი რამ არის, კერძო მოსწავლე შემოსავლის კუთხით რა თქმა უნდა, მაგრამ ცენტრში განვითარების, კონტაქტების შეიძლება იმხელა შემოსავლე ცენტრში მუშაობით ვერ აიღო როგორც მთელი თვეში კერძო თუ ყავს დილიდან საღამომდე უნდა იყო, რა ვიცი მე ალბათ ცენტრს უპირატესობას მოვენიჭებდი. იმიტომ რომ ჩემთვის სოციალიზაცია პლუს განვითარება და რა თქმა უნდა შემოსავლე მნიშვნელოვანია, ხო, მაგის გარეშე ვერ მაგრამ თუ განვითარებული არ იქნები, მე კერძოებიც არ გეყოლება და არც არავინ არ გეყოლება. კი ბატონო, ერთმანეთზეა მიბმული. ხო, ყველაფერი. სტაბილურობა თუ თავისუფლება? თავისუფლება მაშინ მოდის, როცა სტაბილურობა გაქვს. თუ სტაბილურად არ ახარ და შინაგანად ფიქრობ რომ გალიაში ხარ და რაღაცეები გაწუხებს ეს ფინანსური basic პრობლემები რაც არის ხო თავისუფალი ვერასდროს ვერ იქნები
და ეს სტაბილურობიდან მონდის ეგ თავისუფლება. და შინაგანად ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ, ეს მეხმარება, რომ ვიყო ოპტიმისტი ხშირ შემთხვევაში და არა პესიმისტი. მაგრამ ზოგჯერ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავდივარ, თუმცა ეს ჩემი სამსახური მაინც მეხმარება, რომ რაღაცა უფრო იმედიანად უყურო ბევრ რამეს. თან კაი. ბავშვებთან მუშაობა თუ დასრულებთან? გააჩნია. იმიტომ რომ ზრდასრულები ჯერ ეს ერთი არასტაბილურები არიან. მათთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მე კარგი გამოცდილება მაქვს, იმიტომ რომ ვისთანაც კი მქონია დღემდე ისედაც სკოლის და გაკვეთილების გარეთ ვურთიერთობთ. რავი. აი ვერ ვიტყვი. რთულია ნამდვილად. ამ კითხვას თითქმის უპასუხე, მაგრამ მაინც დავსვამ ნაკლები სტრესი თუ მეტი შემოსავალი? მეტი შემოსავალი ნაკლები სტრესიდან გამომდინარეა. ხო, რაც უფრო ნაკლებ სტრესში ხარ, უფრო ეფექტური ხარ და უფრო მეტად შრომისუნარიანი. დიახ, კი, ნამდვილად. მოდი მე ჩემს პატარა სიმბოლურ საჩუქარს გადმოც. ვაიმე. ეს არის ესეთი ცოტა მოტივაციური. Keep on going. რა საყვარელი ხარ ნუ. მე ვარ ბლოკნოტების, რა vicი, ფანი, გიჟი, სადაც მივდივარ. ყველგან ბლოკნოტებს ყიდულობ 1-4 გავითვალისწინებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობა. მიხარია და მიყვარს ბლოკნოტები, რომ გონია ჩვენ მასწავლებლებს რაღაც ყოველას და სხვათა შორის მეც ასე ვარ, მაგროვებ. ახლა სხვათა შორის ამას წინათ ჩემმა ერთმა მოსწავლემმა ჩუქა თავისი საწერკალმი და მე უნდა ვასწავლო რატო არ იყენებდო და მინდა რომ მქონდეს მეთქი, ანუ რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევისთვის მართლა, იმიტომ რომ დედად ლამაზი ფერებიც შეუხამარო, არ მინდა იცი ეს სხვათა შორის მე ძალიან დიდი მადლობა და ესეთი სტიმულის მომცემი ის არის სლოგანი never give up, არასდროს არ უნდა დავნებდეთ მართლა. სადაც არ უნდა ვიყოთ და დღესაც მაგაზე ვაპარაკობდი და რაღაცა დაიმთხვა. კი, ნამდვილად. ყველა სჭირდება ადამიანს, ყველა ადამიანს რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს, ყველა ადამიანს სჭირდება мотиваცია და мотиваტორი. და ჩვენი პროფესია არის ზუსტად ცოცხალი პროცესი და ეს ემპათიური თანადგომა თუ არ იქნება კოლეგების, მოსწავლეების მხრიდან, ოჯახშიც რა თქმა უნდა ხელს უნდა გიწყობდეს და მადლობა უფალს არის ამის შესაძლებლობა შენს და მეც რომ ჩემო ოჯახმა ხელი შემიწყოს, გაიაზროს, რომ ჩვენი პროფესია ცოტა რთულია, იმიტომ რომ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით ფაქტობრივად და ხშირად ყოფილა რომ აი იმაზე მე დროს ატარებ ხანდახან ამ პროცესში ვიდრე ოჯახთან ერთად არა. კი, აი ზუსტად ამას ვამბობდი, რომ სახში რომ მივდივარ, იმდენად დაცლილი ვარ ემოციებსგან, რომ წევარ და ტელეფონს სკროლავ მექანიკურად და აი ჩემი შვილი მეუბნება, რომ შენი შეყარებული არისო ტელეფონი. ჩემზე მეტად ტელეფონი გიყვარს და მე უკვე ვფიქრობ, რომ აი შვილსაც ვჭირდები და აი რაღაცნაირად შენი თავი ისე უნდა იმასქნა რაღაც. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს დააბალანსო. ანუ ფაქტობრივად ყველასთვის საჭირო ადამიანი ხარ რა. work life balance არა გვაქვს. რა თქმა უნდა, არა და ამიტომ გვჭირდება ნაკლებ სტრესში მუშაობა. დასვენებებიო რატო აქვთ მასწავლებლებს ამდენიო. აი ზუსტად ეს გამოწერილია. ეს არის კანონი რა, რომ მასწავლებელს ზუსტად ის აბულის სამისთვის არ დადეგები რო არის, ის ერთკვირიანი იმდენად საჭირო და აუცილებელია. აი არ ვიცი. ნამდვილად. დიდი მადლობა ირა. პირიქით მადლობა შენ. ჩვენი მეორე ნაწილი პოდკასტის. იმედია საინტერესო იყო ჩვენთვის, ძალიან საინტერესო იყო ინფორმაციის გაზიარება და თუ მოგეწონათ, გვიყურეთ და თვლით რომ სხვებმაც უნდა გაიგოს ამ პოდკასტის შესახებ, გააზიარეთ, დაგვიკომენტარეთ, მოგწერეთ და აუცილებლად ნახავთ. დიდი მადლობა დროებით.